გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. რუსული, რუსულმა, რუსულს, რუსულის, რუსულით, რუსულად, რუსულო. ვილიამ შექსპირის ლექსიკონი 12,000 სიტყვისგან შედგება. კაცჭამია ტომის მუმბო იუმბოს ბელაც 300 სიტყვას ყოფნის. ნაციონალური მოძრაობა კი ერთი სიტყვითაც იოლად მეტყველებს და ეს სიტყვა არის რუსული. ესე იგი, რაც ნაცმოძრაობაში სიტყვა რუსული იხმარება და მეორდება, ალბათ თვით რუსეთში ასეთი სიხშირით არ მოიხმარება. დარწმუნებული ვარ. ალბათ ვიღაც კოუჩი ყავთ, ანუ მწვრთნელი. ახლა ხომ ძალიან მოდაშია საკუთარი მწვრთნელი, ანუ კოუჩი ყავდეს. ეს სუპერ ევროპული ტრენდია, ხო და იმ კოუჩმა ალბათ თავის დროზე უთხრა მიაწექით რუსულს ჯიგრებო და ეს უჯიგრო ჯიგრების მიაწვნენ, მაგრამ რას მიაწვნენ? რატომაც ეგონათ, რომ ეს ტაქტიკა, ანუ ყველაფრის რაც არ მოსწონთ რუსულად შერაცხვა, მათ გამარჯვებას მოუტანდა. არ მოუტანა. იმიტომ არ მოუტანა, რომ ძალიან პრიმიტიული ხერხი აირჩიეს. კოუჩის ალბათ ვადაგასული ყოლიათ. რუსეთი აგრესორია და რუსეთს მიტაცებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%. მხოლოდ ფსიქიურად არაჯანსაღ ადამიანს მოუვა თავში ამის შემდეგ რუსეთის გულშემატკივარი იყოს და რუსული პოლიტიკური გზით სიარული უნდოდეს. მე რუსულ კულტურაზე ვარ გაზრდილი და დღესაც მიყვარს რუსული ლიტერატურა. მიმაჩნია, რომ მე-19 საუკუნის რუსული პროზა და პოეზია ერთ-ერთი საუკეთესოა და შეუდარებელია და ახლა ამის დეტალიზაციას არ დავიწყებ. მე მიყვარს რუსული კინო, რუსული თეატრი, რუსული კლასიკური მუსიკა, მაგრამ მე რა? ხო, კიდევ რუსული სამზარეულოც მიყვარს, თუმცა ჩინური უფრო მეტად მიყვარს. დიახ, მიყვარს რუსული კულტურა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რუსული მთავრობა და რუსული ავტორიტარული რეჟიმი ჩემთვის მომხიბვლელი და სანატრელი იყოს. სად ნახეს ამ საცოდავებმა ჩვენს რეალობაში რუსული კვალი? სად? ვერ ნახავდნენ. და იმიტომ ვერ ნახეს, რომ ასეთი კვალი ბუნებაში არ არსებობს. ერთადერთი კვალი არის რუსული გაზი, ისიც ცოტა რაოდენობით, რუსული საწვავი და რუსული ზეთი. ესაა ის რუსული, რაც მე ჩვენთან ვნახე, მაგრამ იქნებ ამას გულისხმობენ. კი ბატონო, მაშინ რამე გზები მონახონ, რომ ჩაანაცვლონ რუსული გაზი, რუსული საწვავი და რუსული ზეთი ევროპულით. არ ვიქნები წინააღმდეგი, ჩემი რა მიდის, ჩემთვის სულ ერთი იქნება თუკი რასაკურველია, ჩამოთვლილ პროდუქტებზე ფასი არ აიწევს. და თუ ფასი აიწევს, მაშინ მე მოვითხოვ, რომ იყოს რუსული. ჩვენს ჯერჯერობით საკმაოდ ღარიბ ეკონომიკას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ამბიციების გამო და იმის გამო თუ რას იტყვის ამაზე თინა ბოკუჩავა რუსულ პროდუქტებზე, თქვათ უარი. მოკლედ, ძალიან ხელმოცარულები არიან ეს წაგებულები. ხომ ხედავთ, არ იციან რა გააკეთონ, ხან რას მიედებიან, ხან რას, მაგრამ ერთადერთი რაც კარგად გამოზდით, რუსულის ყვირილი და რუსეთთან ბრძოლა კლავიატურით. ერთი ვიდეო ნახეთ, გას რუსულენოვანი, ძალიან სიმპათიური გოგო, ვიღაც ასეთივე რუსულენოვანი მიკროფონიანი ეკითხება თბილისში საცხოვრობდა რამდენს იხდი. გოგონა პასუხობს, ვაკეში ვქირაობ $3,000 ვიხდი. მორჩა, ვიდეო ამით სრულდება. ესა მისი დანაშაული ჩვენი ნაცისტური ოპოზიციის წინაშე და მერე კომენტარებია, მაგრამ რა კომენტარები. ამოუტრიალეს ამ გოგოს მკვდარი და ცოცხალი, აგინეს ცალკე ის, ცალკე მისი მშობლები, მეგობრები, ნათესავები, აგინეს მისი ენა, მამული და სხვა დანარჩენი. მოკლედ, არ დაუტოვეს არაფერი და მიზეზი რატომ ლანძღავდნენ, ვერ გავიგე. გოგომ ვაკეში ბინა იქირავა, ძვირად და მეტი არაფერი. ვისი რა საქმეა რამდენად ქირაობს ბინას ჩამოსული ადამიანი? არ ვიცი. მეც რომ მქონდეს სამი საშუალება, ანუ დიდი ბინა ვაკეში, მეც გავაქირავდი ძვირად
თანაც ეროვნებასა და ეთნოს ყურადღებას არ მივაქცევდი, მაგრამ არ მაქვს და ამიტომაც არ ვაქირავ. გეტყვით, რატომაც გასკდნენ ბოღმით ეს კომენტატორები? შურით გასკდნენ. სხვა ახსნა არ მაქვს. ახალგაზრდა ლამაზი გოგო დგას, აქვს საშუალება ძვირად იქერავოს ბინა და კომენტატორები სკდებიან შურით და ლანძღავენ და მიზეზად მის რუსობას ასახელებენ. არა მეგობრებო, ამ გზით ჩვენ არ უნდა ვიაროთ, ჩვენ სულ სხვა გზით უნდა ვიაროთ. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.